მოგესალმებით, დიახ, დღეს შევხვდი ბატონ თემურს ვიომედის კლინიკაში და ასევე ვესაუბრე მის მკურნალ ექიმსაც, როგორც თავად განმარტავს გუშინ მისი მოთხოვნის შესაბამისად გადმოიყვანეს კლინიკა ვიომედში, როგორც თავად ამბობს, დილიდან ითხოვდა კლინიკაში გადაყვანას, რაზეც გაჭიანურდა ეს პროცესები და შემდგომში უკვე დროებით მოთავსების ცენტრში გონების კარგვის ეპიზოდი ჰქონდა, რის შემდეგაც სასწრაფო დახმარების საშუალებით გადაიყვანეს კლინიკაში. მან შიმშილობა გადაყვანისთანავე შეწყვიტა მისი გადაწყვეტილებით და მეტავს ჩვეულებრივად კლინიკის კვებაზე ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ. Როგორც ექიმი განმარტავს, მას ჩაუტარდა ლაბორატორიული გამოკვლევები და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამეტავს სტაბილურია, ნორმაში აქვს ეს მაჩვენებლები და რჩება ინტენსიური მეთვალყურეობის ქვეშ. რამდენ ხანს დარჩება კლინიკაში თუ არის ცნობილი თუ რაზე არის ეს დამოკიდებული, მარია? დიახ, ის გადის ახლა რეაბილიტაციას, მოგეხსენებათ 48 დღე შიმშილობდა, და სრულ შიმშილობაზე და საჭიროებს ამ ეტაპზე ინტენსიურ მეთვალყურეობას. და ჯერჯერობით არ არის ცნობილი რამდენ ხანს დატოვებენ კლინიკაში. თუმცა ის მაქსიმალურად ცდილობს, რომ აღიდგინოს ძალები, რადგანაც 18 მარტს აქვს თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესი, სადაც მისთვის ტოლვის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭების საკითხი განიხილება და აქვს ამ სასამართლოს ხდომაზე დასწრების და მონაწილეობის მიღების სურვილი. კი ბატონო, მარიამ, ჩვენ როგორც ვიცით, აი ბოლოს უკვე ამდენ ხანგრძლივი შიმშილობის ფონზე მას ძალიან დიდი წონა ჰქონდა, დაკლებული, ასევე უჭირდა გადაადგილება. აი დღეს კომუნიკაციაში როგორ შეატყვეთ ჯანმრთელობის მხრივ არის ოდნავ უკეთესობა მისი მდგომარეობის მხრივ, ანუ შეძლო მან საუბარი და გადაადგილება შეუძლია თუ არა? დიახ, ნამდვილად შესამჩნევი არის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის უკეთესობა, იმიტომ რომ ბოლო პერიოდში უკვე მეტყველებაზეც აისახებოდა მისი ჯანმრთელობის პრობლემები, როგორც თავადაც ამბობდა, ჰქონდა ძლიერი ტკივილები და რაც ხელს უშლიდა გადაადგილებაში, თუმცა დღეს უკვე როგორც თვითონაც ამბობს, თავს უკვე კარგად გრძნობს. კი ბატონო, მიუხედავად იმისა, რომ შეწყვიტა შიმშილობა, ბატონმა თემურმა მისი მოთხოვნები ჩვენ ვიცით, რომ რჩება კვლავ იგივე და თქვენც ახსენეთ, რომ 18 მარტს არის სასამართლო პროცესი. რა მოლოდინები გაქვთ თქვენს და ბატონ თემურსაც? დიახ, ამ სასამართლო პროცესზე ჩვენ უკვე წარდგენილი გვაქვს ყველა ის მტკიცებულება, რაც მას გააჩნია იმის დასადასტურებლად, რომ თურქეთში გაძევების შემთხვევაში ემუქრება საფრთხე, არსებობს მასზე დაკავების ბრძანება და მას როგორც ეთნიკური უმცირესობის ლიდერისთვის საფრთხის შემცველი არის თურქეთში გაძევება. შესაბამისად, სასამართლოს ამ ეტაპზე აი ამ მტკიცებულებათა დაყრდნობით მოუწევს გადაწყვეტილების მიღება და ვიმედოვნებთ, რომ მას მიენიჭება საერთაშორისო დაცვა, რაც შესაძლებლობას მისცემს, რომ კანონიერი საფუძვლით დარჩეს საქართველოს ტერიტორიაზე.